გამარჯობა მეგობრებო. Wow. როგორ ხართ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მე და დავითმა გავცვალეთ როლები. ის წარმოადგენს ზაფხულს, ბრაზილიას და ჰავაიანას ჩუსტებს, რომელიც აცვია ამ წუთას. Show them. და მე შემოდგომას. Period. რა თქმა უნდა, ვინც TikTok-ზე მაფოლოებთ ნახავდით, რომ არენტები ჩამომივიდა და დღეს მინდა და ჩამეცო, მაგრამ დედა ჩემი რატომღა ჩექმებს ეძახის და მე ვნებოდა რომ ეს ჩექმები რა თქინდა ჯერო. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მაინც, არა? მეც მგონია. ანუ იყო იცი ვინ გოგჩამინდა და ყოფილიყავ ეს აფხულში რა ჩექმები აცვიათ, იმიტომ რომ აუთფიტს უხდება. მე და ყველა მთელი ქალაქი რა judgmental არის შენს მიმართ და შენ რა ციკლზე კიდია. აი ხალხო რაც უფრო ასვიდება, ნელ-ნელა უფრო და უფრო გავიხდით, ანსაცმელს. ეგრე მემართება სულ რო საფხულში მინდა რომ ჩავიცვა სვიტრები, ჰურის და რაღაცები. აი ძალიან განსხვავებული ხარ. ძალიან ზოგადად ხალხო ხო გაიაზრეთ უკვე, I'm like really different. We know babes, we know. ხო და მე მგონი დროა ჩავიცვა. ნუ ჯერისო ბენ სიმონებით ვარ წარმოდგენილი, რომელიც არის ძალიან თესლუიძე, თქვი? კი, ძალიან აკადემია. რა შაბოდი ამ კურაში? აი ეს რაღაც ბალიში უკან თუ არ დავიდე, მართლა არ შემიძლია ისე. არა, შენ წევ ხარ ხოლმე. ანას ვეუბნებოდი რომ აი ასე რა წავარ, აი ვინც არ უნდა იყო, არავინ არ გამოჩნდება კარგად ხალხო, იმიტომ რომ ემილი რატაკოვსკიც რო იყო, კარგად არ გამოჩნდებიო, არა თუ დავით ვადაკარიო. და მოდი ყველამ დაუწაროთ, რომ დავითი ემილის უფრო სექსია. აი ეს ამჯერ ამიტომ. ანუ out of all the people, იმენა ემილი რატაკოვსკი რატომ გამომიყვანა შენ? მაგაზე მაგ ჩაწერა სულ ეგ მომყავს, აი სილამაზე ზეტალონად. What is wrong with you? რა ვიცი, მე მგონია რომ არა ადამიანურად ლამაზია. მე მგონია რომ კაიტანზეა, იმიტომ რომ მომოკვდინებლად გამხდარია. Love that for her. მაგრამ ლამაზი, სტანდარტულად ლამაზი საერთოდ არ არის. სახე აი საერთოდ არ აქვს. ვინმე თქვა რომ სტანდარტულად ლამაზია, თქვა ჩემთვის ლამაზია. სახე არ აქვს საერთოდ ლამაზი. ჩემთვის ძალიან ლამაზი სახე აქვს. მონიკა ბელუჩის შენთვის როგორი სახე აქვს? ლამაზი სახე აქვს ძალიან. Okay, ანუ სილამაზეს შენ ყველანაირს იღებ და. Okay, good to know. საკმაოდ ტოლერანტული ვარ, ამბობენ ჩემზე. ჩემი თურქული სერიალის მეორე სეზონი გამოვიდა ხალხო. ანუ უბედნიერეს ვიყავი, გამოვიდა ორ შაბათს. და ორ შაბათს ხო თურქულად გამოვიდა და კი ვიფიქრე რომ მეთქი თურქულადაც ხო არ ვუყურო თქო. არა, ანუ სუბტიტრი ჩვენთან ღამის საათებში გადის იქ რა ლაივში და მივხვდი რომ თურქულად ვერაფერს გავიგებდი, დაველოდა მეორე დღეს და რუსები რა თქმა უნდა ოპერატიულად დებენ და გუში, ანუ ყოველი სამშაბათი დღე ჩემთვის იქნება ბედნიერების მომტანი, იმიტომ რომ სამსახურიდან რომ მოვალ შავთავ და უყურებ. აი რა ცოტა მჭირდება ბედნიერება. 2 საათი და 23 წუთი იყო. I swear to God, ხალხო. We got one kiss. What else? That was it. ეთიკას და მარტო. გაჩერდა ისევ დაჩქარებულად უყურებ თუ? არა, ამჯერად I'm taking my time. იმიტომ კვირაში ერთხელ ეკნება content. You get me? სეზონში რამდენი ეპიზოდია რა მაინტერესებს? წინა სეზონში ყო 28 და ეხლაც იმედია ეგრე და 28 კვირა რო გადავთვალოთ, ანუ სანამდე მივდივართ. გაზაფხულამდე მივალ ხო? ანუ ზამთარს გადავმაგორებინებს. ეგრე ყველაზე მთავარი. ამას და გამოვიდა ჩვენი Real Housewife-ების ახალი სეზონი. კაროჩ, სექტემბერი არის ძალიან კაი თვე. რატო არ აღნიშნავდი ამ? ყველაფერი გამოდის, ყველაფრის სეზონი იწყება. წინა ეპიზოდში რას ვამბობდი? არ მახსოვს ეს თქვი? ეგ მაგას ვამბობდი რომ ზოგადად შემოდგომა არის საუკეთესო თქო. ხო, მაგრამ ეს მიზეზი და ეს მიზეზი თქო, ანიმეები მოვიყვანე მაგალითად. აუ, ძალიან გვაინტერესებს ყველას და კომენტარებშიც კითხეს ანიმეების რეკომენდაცია. შენ გაინტერესებს კონკრეტულად სანამ მე ფეხებზე მკიდია, მაგრამ people want to know. You guys ძალიან საყვარელი ხართ და რასაკვირველია ჩემი mini research-ი გავაკეთე, რომ დავიწყო საიდან დაიწყო ჩემი ანიმეების სიყვარული ვიყავი 3 წლის, როცა ჩემი დეიდაშვილის კასეტებს ვუყურებდი, რაც იყო პოკემონები, Pokemon 2000 და ის ძალიან მოდაში ყავაშე. არ ფსეუნება ვაფშე? არც გაგიგია პოკემონები, არც ხსმენი. პოკემონები გამიგია, რომ დაძდევდა ხალხი ქუჩაში. Pokemon Go, okay. Yikes. And Sailor Moon ვუყურებდი და ასევე ეს Jetix-ზე რაც გადიოდა ეს King Shaman. ანუ ეგ იყო ჩემი შესავალი, ასე რომ ვთქვათ, ანიმეებში. მაგრამ მე მინდა რომ რეკომენდაცია კინოებზე გამეწია და არა ისეთ ანიმეზე, რომელსაც 400 ეპიზოდია, because none of you will do that. ერთი კინო, რომელიც მგონია რომ შენც მოგეწონება დაჟე, ქვია Metropolis-ი, საკმაოდ ძველი ანიმე არის. და თითქმის წააგავს. ძალიან გთხოვ და მიღეჭა ეგ ამბავი ვაფშე ანიმე. პრიო მუსიკი რატო არ არის? ანიმე რატო ქვია? Mostly, როგორც მე ვიცი, არის ის რომ უნდა იყოს დამზადებული რა შექმნილი იაპონიაში. და ადაპტირებული მანგადან, მაგრამ მგონია რომ ეგ არ არის აუცილებელი. Okay. ყველაზე მთავარი. ანუ იაპონური მუსიკა არის ანიმე. შამპანიაში უნდა იყოს იგივე არის რა ხო? ანიმე. Okay.
მულტიკები ძალიან მიყვარს, ანუ იაპონური არ მიყვარს ერთადერთი. ანუ Hayao Miyazaki-ც არ გევასება, აი გიბლის რაღაცები. ცხოვრებაში არ გამიგია ეგ სიტყვები. I просто I'm connecting with the audience. We're giving you a side eye together. I Spirited Away არ გქნა ნახე. იმენა არა. აი განი ვისაც არ აქვს საერთოდ არაფერი. ნახე Spirited Away-თან დაიწყო თავისუფლად. მე დავიბადე მაშინ გამოვიდა, ანე მაშინ უკვე იყო 5 წლის. 15-ის. ძალიან კარგი ფილმი არის. მოკლედ, სხვადასხვა ძალიან ბევრი ჟანრი არის. Some of them are kind of weird. და მაგას მე ვილაპარაკოთ მეგობრებო. მაგრამ რაღაცები მე მგონი რომ მოგეწონება. აი რომკომები და რაღაცები. ანიმე რომკომიც არსებობს? როგორ არა, one of the most popular genres არის. Damn. Yeah. Paprika's ასევე საოცრება ფილმი არის და თუ Inception ნანახი გაქვს? No. აი სიზმრებზე რო არის და არა ბაჭკო. სიზმრებში მოგზაურობას ამბობენ რომ Paprika იყო ინსპირაცია, მაგრამ Paprika საოცრება არის. ბავშვობა, აი პატარა ვიყავი ძალიან რო ვუყურე და ტრავმირებული ვარ, მაგ ყველაფრის გამო. მაგის ბრალია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი არის მაგის ბრალი და ბოლო რომელიც მართლა მინდა რომ ყველამ ნახოთ, შენც ასევე არის Perfect Blue. ეგეც საკმაოდ ძველი ანიმე ფილმი არის, რომელიც მიყვება J-pop idols, რომელსაც ჰალუცინაციები ეწყება და ამბობენ რომ ფილმი Black Swan თუ გაქნა ნახე, ხო გაქნა ნახე. არის ინსპირირებული. ხო, ინსპირირებული ამ ანიმეთი. Wow. Yeah, ესენი არის ცოტა ისეთი ნეიტრალურები, იმიტომ რომ ზოგიერთი ანიმე რაც შემიძლია რომ თქვა რომ ძალიან მომწონს, ცოტა weird არის. აი არის რაღაც თემატიკები ანიმეში, რაც თქვა ძალიან ნორმალური არის ანიმე სამყაროში, მაგრამ შენთვის როგორც აი outsider viewers-თვის ძალიან weird იქნებოდა. მაგალითად overly sexualizing women მაგალითად, აი overly sexualizing women. ანიმეში ხო. Babe, you're very far away from the culture. ანუ ძალიან ნორმალური არის რომ აი გოგოს მიმართ უფრო როგორც აი ნივთის მიმართ იყოს დამოკიდებულება რა, like something to be attracted to. ცალკე ჟანრი არის ანიმეში, რომელსაც ქვია ჰარემი. ჰარემი ხო იცი რა ნიშნავს? ეგ უკვე ვიცით ეს ამის თურქეთში გადავედით. და ანუ არის ზოგადად არის რომ აი მთავარი გმირი არის კაცი და მის ირგვლივ ტრიალებს ეს 5 პერსონაჟი, 10 პერსონაჟი გოგო, რომელიც გიждდება მაგაზე და აი ყველანაირი ან პირიქით გოგოების კატეგორიებიც არის, ხო იცი რომ აი გოგო რომელსაც აი თავიდან არ ევასები, მაგრამ სიამტვილე შევასებით რაღაც აი ყველაფერი არის დაწევრიანებული. მაგათ ხო უყვართ ისედაც ეს categorization and stuff. It's a really big world. Wow. არის რაღაცები რაც არ მომწონს ანიმე ინდუსტრიაში, არის რაღაცები რაც სიკი შემდგომ მომწონს. არ მეგონა თუ ესეთი რაღაცა არის. აი და ერთადერთი ხო ანუ პატარა რო ვიყავი, არსებობს ეგეთ პოპულარული საიტი, ვინც უყურებს ანიმებს ალბათ იცით, My Animalistic ქვია. ეგ იგივე რაც აი Letterboxd, რასაც ჩვენ ხმარობთ კინოებს, ეს ნუ ანა არა, მაგრამ whatever. და ხალხო 2016-მდე მიმყავდა კარგად ექსია და ვიყავი 300 რაღაც ანიმეზე, თუ 400 რაღაც. ის გიცეთა 300-სა და 400 შორის, 380 მქონდა თუ 300. აი, ჩემ ბავშვობაში ანიმეებს ვინც უყურებ და აი ყოველთვის weirdo ბავშვები. კი, მეც ვაღიარებ რომ weirdo ვიყავი, უყურებდი ანიმეებს, თამაშობდი Minecraft. No offense you guys. ანუ ანუ ხო ხდები აი ჩაოლებრივი ბავშვი არ უყურებდა ხოლმე ეგეთებს ცოტა რა აი რაღაც მე ვიყავი ეგეთი ანუ ვაღიარებ მიყვარდა თამაშები მიყვარდა სულ ანუ online gaming კითხვა აი ჩაოლებრივად მოყოდებოდი სიცილით აი მეგონა რომ მაგას იტყვი მიყვარდა ანიმების ყურება მიყვარდა like online games like MMORPGs მე მიყვარდა GTA period Who's a pick me now? Who's a pick me now, bitch? აი ყველაზე კაი მოგონება არის სკოლიდან რომ მოვდიოდი 2007 წელს პენსიუმს 3-ს რო ჩავრთავდი 4-ის ნაწილებით ან 4-ს 5-ის ნაწილებით. ხო დაგიწეროს რომ არ არსებობდა რომელი I don't care. და counter-ს რო ჩავრთავდი და ეგრავე იარაღით რო დავრბოდი. აი ყველაზე კაი მოგონება. ეგეთი მაგ Minecraft-ზე. ის ჩავრთოთ რომ ცალკე რო დინამიკებისთვის უნდა მიგეჭირათ იცი და ცალკე რო არ თამაშობდი მე Counter Strikes. არა ზოგადად ეგეთ კომპიუტერზე. ცალკე დინამიკისთვის უნდა მიგეჭირათ იცი რა ჩაგერთო. ხო, ყველას ეგრე ქონდა, მეც ეგრე მქონდა. ხო, და რაღაც ხმარო ქონდა მაგასაც. ტელეფონი რო გეტო ახლოს. ხო, და ტელეფონი რო დარეკავდა და რაღაც ის რო იყო. მოკლე ჩართვა ჩაოლობრივი. ყველაზე კაი რამე. არა მე სწორად აღნიშნე რომ საკმაოდ introverted kid ვიყავი. მართლა? კი, ანიმეს უყურებდი, თამაშობდი Minecraft. Popular kid იყავი სკოლაში? არა. აი, შენ სკოლაში როცა იყავი, რომ მისულიყავი და აი დავით ვადაქარია სად არის რომ მეკითხა, მეტყოდნენ? გაჩნევს კითხვა. თუ შენ მეზობელს კითხავდნენ? აი მე ჩემ სკოლაში არ იყო ისეთი თემა ამერიკულ სკოლებში რო არის რომ აი popular kid და რაღაც, მაგრამ არა, ჩემთან იყო. მე იმენა, ანუ ყოლა მიცნობდა.
იმიტომ კი არ პოპულარული ვიყავ, იმიტომ რომ აი ოდნავ No. აქტიური რა ხარ ადამიანი. რომელიღაც პოდკასტში ვისმენდი მაგ ზოგადად popular kid phenomenon-ზე რა ამერიკაში და რაღაც კვლევა იყო ჩატარებული და ამბობდნენ რომ უმეტესწილად popular kids როგორც რაც ახასიათებდა ამ დიდი კვლევის ჩატარების შემდეგ თქვას რომ they were all nice to people and they knew people. მიხდი ამიტომ შენ შეიძლება I'm nice to people. დღეს სამსახურში რა ვარ, მე გამარჯობა უთხარი ხალხს. ერთი გოგო არის, ვინც სანამხედველობს სამზარეულოს და იყავა და ყველაფერი რა იყოს და ის მეუბნება რომ აი უსაყვარლესი ხარ რომ გხედავო დღემინეთდება. Can you believe that? და ჩემთან შრომლებს ეს მოდას იქით იყო. Methki girls say more. აი ამაზე გამახსენდა სულ ხო ამბობთ რომ ანა იყო personality hire even though she is also very qualified for her job and stuff like that. ასე მაგ ძალიან დიდი benefit რაც არის მისი personality. და მაგაზე მახსენდება სულ აი pop culture-ში ჩვენ ნალაპარაკები გვაქვს. ძალიან გავს აი აი სიგიჟემდე გავს Mindy Kaling's პერსონაჟს office-ში რაც იყო Kelly Kapoor და ახლა დავიწყე მისი თვითავტორული სერიალის ყურება The Mindy Project რომელიც არის გინეკოლოგ ქალზე რომელსაც ქვია Mindy და ანუ იქაც იგივე ტიპის პერსონაჟი ხო არის ხალხო ჯერ საოცრება სერიალი ძალიან სასაცილო სერიალია და ძალიან მომწონს ისეთი მარტივი საყურებელი არის რა და მართლა შენ ხარ აი მართლა შენ ხარ უნდა ვუყურო უეჭველი უნდა ვუყურო იმიტომ რომ აი every single time რაღაცას რო იტყვის მეთქი იმენა რა იტყვა და მასთან როგორ იწყება იცი სერიალი რომ ანუ იწყება თუ როგორ უყარდა Mindy-ს რომკომები არა every stage of her life როგორ უყარდა რომკომები მეთქი ანუ what is this who is she თან ხალხო აი არის მე მგონი რომ Mindy Kaling ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს თვითონ რო არის პროდიუსერი სცენარის ავტორი ანუ ძალიან დიდი ნიჭი ჭირდება მაგას ძალიან ბევრი ფული მაგაზე რა ჭირდება ისიც ბევრი ფულია კი ну ახლა comparable არის ყველაფერი. ჩემთან შედარებით არც თუ ისე, მაგრამ ანუ მაგის Novak გვარი დამავიწყდა ხო ის? DJ Novak. კი. Okay. You guys know ფოტო ჩავსვათ, სახელი არ გვახსოვს, მაგრამ ის ვიზ ვლაპარაკობთ, ვინც იყო technically მისი boyfriend office-ში, თურმე ანუ outside of the show კონდათ რაღაც type of relationship და ყველა ამბობს რომ baby daddy არის ხო ეგ მაგრამ ახლა ხანს იყო რაღაც blind item რომ ინდის შურდა კაროჩე Novak-ის შეყვარებული და ანუ Novak-ს ხარ დაშორდიო იმიტომ რომ და ის იმიტომ დაშორდაო რომ მე და შენ ხო ის იმიტომ დაშორდაო რომ ანუ Mindy არის მისი sugar mama period მე და შენ damn მე როცა შენზე მეტი მექნება ხალხს give it to me babe I am down for that Anu, what the fuck? I know, crazy. Isn't it? Ra narrative ეგრევე შეცვალა და თვითონ არის sugar mama და მაგრამ მგონია რომ ეგეთი ბევრი кейსი არის ბოლთ არავინ არ ლაპარაკობს. რატო? მე ძან არის Lady Gaga ყველაფერი sugar mama არის მაგ ურთიერთობაში. ნუ ყველა ესეთი alpha ქალები ვინც არის ყველა ეგეთი იქნება რა. ალბათ. მაგრამ ერთი არის რომ alpha ხარ მეორე არის რა ვიცი. სოქს უსწორდება მიხდე ეგ power dynamic-ში. აუ არა, აი ჩემ ზერო თქვა მაგალითად ანუ მე არ მინდა რომ ურთიერთობაში მე ვიყო აი მატერიალურად უფრო ძლიერი თუნდაც ემოციურად უფრო ძლიერი მე მინდა რომ უფრო სუსტი ვიყო ერთსა ის აფრიკელი კაცი რო არის ხო იცი რა კითხებიან რომ თოლს შენზე მეტი შემოსავალი აქვს ანუ შენთვის ნორმალური არის Can you marry a woman that earns more than you? I will never do such a thing. So you cannot marry a woman that earns more than you? No, my lord. აი გარიანა ციგნაცა იცი რატო აი კაცში გინდა არგენ განსაკუთრებით ჩვენ კულტურაში როცა იწდები რა კაცში ბავშვობიდანვე დომინაცია იბეჭდება ესე ვზრდით ჩვენ როგორც დამოკიდებულებაც პატრიარქალური საზოგადოება ოდინა მეგობრებო აი ცოტა ხო და მე რო რეალურად ეგ რეალობა აღარ დგება თვითონ კაციც რაღაცნაირად კომპლექსდება ჩემი აზრით და მე აი ყველაფერი ირევა ურთიერთობაში ალბათ სკანდინავიელი კაცისთვის არ იქნება ეგეთი დამანგრეველი და იგოზე არ და არ დღავს ის რომ უფრო ნაკლები შემოსავალი ქონდეს მაგრამ აი ჩვენ სოციუმში სხვანაირად არის და აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი რომ მე არ ვიყო ძლიერი იმიტომ რომ სხვა პრობლემებს გამოიწვევს ეგ მაგრამ თქვა შენ რო იყო ძლიერი და ის იყოს შენზე ძლიერი ეგრე არ გინდა Exactly that's what I said ხო მაგრამ ანუ არ ამაში ანუ story formula გაკეთე მე ვისურვებდი რომ მე არ ვიყო ძლიერი იმიტომ რომ მე არ ვიყო ძლიერი სხვა პრობლემებს გამოიწვევს ეგ შედარებითია ყველაფერი შედარებითი არის ყველა გასაგებია მაგრამ
ნებისმიერ არა, სწორი მესიჯი მინდა რომ შედარებითია ყველაფერი, მაგაზე დაგწევ. არა, მაგრამ მე მინდა რომ სწორი მესიჯი გავაგზავნო აუდიტორიას, იმიტომ რომ that's not nice. არ ვიგონო რომ არა შენ ფემინისტი ხარ? Yes. ვაუ. შენზე ფემინისტი რომ გონია ყველა მიცით უკვე. რო შენზე. ნერადი ხარ. კაროჩე ამ მინდი projects უყურებ, ჯერ ხო იმ paper რაღაცას უყურე და ეხლა მაგას. დედა ჩემმა უყურა და წარმოეწონა. მართლა? წარმოეწონა. ვაუ. ჩემ რეკომენდაციებს ისმენს ანე წიგნაძისგან განსხვავებით. ვაუ. ძალიან ბევრი რეკომენდაციებს იცოდა, ვიხდა მე უნდა დამიჭრა და ისე მომეწოდა. რეკომენდაციებს რო გავუყვეთ, ხალხო მე უყურე ჩემ საყვარელ არ არის იმენა პირველად უყურე მგონი ცხოვრებაში დოკუმენტურ ფილმს. ერთი მაქვს ნანახი Tinder Swindler, გახსოვს? არ მაგ Shame on you და მეორე ვყურე ამას. არ და ძალიან მინდა ის გოგ შოუ იყო დოკუმენტურებს რო უყურებს as a hobby. But one day you guys და კაროჩე დოკუმენტური არის ქვია Unknown Number და ეს არის სადღაც მიჩიგანის შენთან რა, შენ ჰოუმლენდში, რაღაც პაცუკა ქალაქში, სადაც ძალიან ცოტა ბავშვი დადის სკოლაში, 700 კაცი მე მგონი და პირველიდან მე-12 კლასამდე ერთი სკოლა აქვს რა, ანუ ძალიან პატარა მასშტაბია. და შეყვარებულები იყვნენ და ეს გოგო იღებს მესიჯებს გაუჩერებლად, რომ იმახინჯი ხარ, დაშორდი და რაღაც სექსუალური მესიჯები თავის შეყვარებულის მიმართ, რომ ეგ და მე და ეგ შენი შეყვარებული ერთად წევართ, ბლა რაღაც კიდე უფრო საიზღარი დეტალები. თავსპაილეროთ ხალხი? გასპაილერ. ისე აი როგორი რთული რაღაც არის რომ ამ ფილმზე როგორ ნელაპარაკო არ დასპოილერ ადამიანი. ხო, I'm sorry, გადაახტით 1-20 წამი. კაროჩე აღმოჩნდა რომ ამ მესიჯებს გზავნიდა ამ გოგოს დედა, რომელიც ამ დოკუმენტურ ფილმში ხალხო არის პირველი წამიდან ბოლო წუთამდე ჩანს და ყვება თავიდან რომ აი ამ მესიჯებს იღებდა ჩემი შვილი და ჩვენ ძალიან ვცდილობდით რომ გვეპოვნა ვინაკეთებს ამას იმიტომ რომ ძალიან ისტრესებოდა და მე-40 წუთზე ვიგებთ რომ თურმე ეგ არის რა და ესე ურცხო ძის კამერის წინ და მე ამბობს რომ კი მე ვიყავია. Can you believe that? ხალხო. მაგრამ შენს ნანახი გაქვს ხო? შენ რა ემოცია დაგჭა აი იმ მომენტში რომ ის გოგო იწახის რა ისაო მეო დედა ჩემი ყველაზე მეტად მიყვარს ეს უწერილებს წერთო სულ ველაპარაკებით ეს ქალი დაიჭირეს რა. კი დაიჭირეს და რო გამოვა ვითომ ერთი სული მაქვს ანუ ბავშვი არის. მე მივიღე მე მესმის რატომაც გრძნობდა ეგრეთ ჰაუს. არ იყო აი დედა შენი რომ მაგას გაგიკეთებს აშკარად პრობლემები აქვს ამ ბავშვს თორე აი რანაირად საღაზრზე ეგრეთ უნდა თქვა. შენ ეზრით 2 წელის განმავლობაში რომ ყოველდღე გაბულინგებს ანუ ვიღაცა მენტალურად ჯამრთელი იქნება, ანუ რეასნია რომ ჯამრთელი არ იყო მენტალურად ეს გოგო საწყალე, მაგრამ მე მგონია რომ ეს სტოკჰოლმ სინდრომის ავით დაემართა მაგ საწყალს, რომ ჯერ ერთი რომ გაიგო, ეგ ხო უეჭველი კოშვება არის, რომ მოკლედ მორჩება ეს ყველაფერი. მეორე არის იმის რეალიზაცია, რომ დედამისი არის, ანუ მაინც ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, რომ დედაზე გადამეხაზა იმის აი ამ დაჟე ამ ყველაფრის გამო. იმენა გადახაზავდი. არა. მე დედა ჩემს ვერ გადავხაზავდი, მაგრამ ჰიპოთეტურად ამდა მე გადავხაზავდი. მაგრამ არის სტოკჰოლმის სინდრომი არ არის ჩემი აზრით, აქ არის უბრალოდ ჩემი აზრით ამ ქალს ძალიან უნდა და თავის შულთან სიახლოვე და თვითონ აგდებდა ამ თავის შულს ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ბავშვს მოეძებნა comfort person, რომელიც დედამისი ხდებოდა სახლში რეალურად ეგეთი. ეგ თვითონ თქვა. კინოში თქვა. Shut up, მე გითხარი. კინოში თქვა. ვინ თქვა? really კინოში თქვა ეგ აზრი შენი მოფიქრებული. იმენა მართლა მჯერა რომ მე მოვიფიქრე ხალხო shut the fuck up. ხოდა მე მაგას უფრო ვაწვევი ვიდრე ის რომ სტოკჰოლმის სინდრომი იყო, იმიტომ რომ ეგ ბაბის სხვა რაღაცაა, okay? არა, ერთი წამი. მე ვამბობ შვილზე. რომ შვილს გაუჩნდა სტოკჰოლმის სინდრომი. სტოკჰოლმის სინდრომი არის, რომ შენზე ვინც ძალადობს და ცუდ გიკეთებს, იმაზე მიჯაჭვობა რო გიჩნდება და რეალურად არ იცოდა ვინ ძალადობდა და ვინ უკეთებდა ცუდს და როგორ გაიგო მერე თქო, ანუ მაგას ამბობ. რო გაიგო მერე დაიჭირას, it's not that. ხოდა შენ არ ამბობ რომ დაიჭირეს, ამბობდა რომ აი წერილებს წერდით. ხო, იმიტომ რომ მე დედა ჩემი ძალიან მიყვარსო და სტოკჰოლმის სინდრომი იქნებოდა, რომ ცოდნოდა რომ დედამისი არის და ამას უკეთებს და ამას მაინც ქონოდა აი ეგ საბეჭდილება, რომ ერთად მინდა ვიყო დედა ჩემთან და ძალიან მიყვარს. პოსტფაქტუმ რო გაიგოდა ეს რამე შოუ. პოსტფაქტუმ უკვე არ ყავს, იმიტომ რომ სტოკჰოლმის სინდრომი მაშინ ვითარდება, როცა შენს ვინც ცუდს გიკეთებს, იმასთან გიჩნდება მიჯაჭვობა და შენ რო არ ვიცი რომ შენ მე ცუდს მიკეთებ და შენზე რომ მიჯაჭვობა მაქვს. ეს მიჯაჭვობა აქვს იქიდან რომ დედა-შვილური ურთიერთობიდან და იმ გრძნობიდან რაც აკავშირებს დედასთან და რა იქიდან რომ ცუდს უკეთებდა. შენ ამბობ რომ ანუ სეპარირება მოხდა მაგ ყველაფრის იმის გამო რომ მე გაიგე. ზუსტად ეგ გამორიცხავს სტოკჰოლმ. და მე თანხმეთ ხალხო ჩემ ლოგიკას თუ მოყვებით და shut the fuck up. ანუ ის მართლა მჯერა რომ ჩემი აზრი იყო თუ ფილმშიც ითქვა. არა, დედამის მე თავისი დაინახა რაღაცას
აი არ ვიცი როგორი ისეთი რადიკალური რაღაც აი გული მერე ახლა რომ მახსენდება რომ მაგას ამბობდა რომ ანუ ისეთ პრობლემას ქონდა რომ მე ანორექსია გაქვს რაღაც ბოზდო რაღაც ესეთ რაღაცებს წერდა ხალხო და ისეთ საშინელი დეტალები არის რომ მართლა არ მჯერა დედამ რომ თან ოჯახს ატყუებდა რომ სამსახური ქონდა ორი სამსახური ქონდა და არც ერთი არ ქონდა აუ ის მამა ძალიან შემეცოდა ისე შემაშინდებოდა მამა იყო ძალიან საყვარელი ლაქნა ყველაფერზე იტყვებოდა ხალი მენტალურად იყო ისეთი დაავადებული როგორც არაფერი I feel so bad. თან ამბობდა რომ ყოველთვის attention უყარდა თავზე და მე შემეშინდა მეთქი ხარ ნაციგნათას ვაკავშირებ მეთქი რაღაცას გამიტა. მე არ ვარ ეგეთი რომ attention მიყვარდეს. You think so? მართლა მგონია. აი და სამსახურშიც ხო შემილია რომ რაღაცას რო გავაკეთებ რომ აი დავწერე რომ ეს გავაკეთე ანუ არ მიყვარს პირიქით მეჩვენია რომ ჩემპიონში ვიყო. აი აფიშირება რაღაცების არ მიყვარს. ანუ შეიძლება სამეგობროში რო ვიჯდა ანუ პროსტა ჩუმად შემთვის არ ვიჯდა ხო ანუ ხო ხდები უცხო გარემოში არ მიყვარს რა. არ მგონია რა უცხო გარემოში. თუმცა ხო მაგაზე თქვას რომ აი cruise on the cruise მცეკავდა და. აი შენ იმ ხალხს მატარე ვერც. ხო. შენ აფათხო არა. დეგენერატო პროსტა. ხო თან აი რაღაცა ყოველთვის ადამიანებს ის მაგალს იმენა სახეს ეტყობა და რომ აუ მე ვერ შევატყვე და შე მამამისი უფრო მაიზმენებდა რომ უფრო მეშინოდა თავიდან. ყველაზე მეტად თვითონ მეგონა. უჭველი ბავშვი მეგონა იქნება და იმიტომ რომ ჩემ კლასში მომხდარა კეთი რაღაც. ის Chloe. ჩემ კლასში ხაიცი რომ მომხდარა კეთი რაღაც. ერთ-ერთ ტიპს აბულინგებ და ვიღაც დღემდე არ ვიცი თუ ვინ. მაგრამ ეგ რა პერიოდი იყო ხალხო იცით აი Pretty Little Liars იყო მონტაჟი. აი მაგ პანჩი იყო გაკეთებული. და რა ხდებოდა? რა ვიცი ხალხ გამოძიებები და რაღაცები იყო. ან გამოძიებები not on a like police level. მე ვიყავი გამოძიების იმიტომ რომ ძალიან მინდოდა და რაღაც რომ მომხდარიყო. მაგრამ აი შენი ძიებდი ამ საქმეს? მე ვიძებდი, მაგრამ დღემდე მაინტერესებს ვინ იყო. და საკმაოდ weird რაღაცები იყო. მესეჯებიც იყო, ცალკე Facebook გვერდი იყო გაკეთებული. ვინც მასას იპოსტებოდა ეგეთი რაღაცები weird. იყო რამოდენიმე ადამიანზე მარტო რა. მე იგონებდა რომ აი მე ვარ მე. შენზე არა პაიჭკო? არა. Next time. მე ხო გეუბნები, მე მინდა რომ ეს აი ის ვიყო რა ქვია, როგორ ეძახიან ისტორია, ანუ მემატიანე. აი მემატიანე მინდა ვიყო, რომ ვაკვირდები. კომენტარს ვაკეთებ. და ასე დისტანცირებული ვარ დრამისგან. დრამაში ყოფნა მე არ მსიამოვნებს, როგორც true susstars. Really? Yeah. I don't know. Okay, მოკლედ ყველს გირჩევთ რომ უყურეთ, ძალიან კაი საყურებელია, მე ძალიან ვისიამოვნე და ვიყურეთ მეგობრებო ამ ინფორმაციას მე აუცილებლად უნდა უყუროთ, იმიტომ რომ აი არ ვიცი. ხონდა გადამოწმოთ რომ მართალი მოგიყავით. რატერჩა მართლა საყურებელი არ ვიცი. მე უყურებ ვიდეოს იმაზე რომ filmmakers are dumbing down the movies. Yeah. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ანუ ჩემი აზრით მართლა ეგრე არის, იმიტომ რომ მადლობა რომ მკითხეთ და უცნობ. სანაშენ მოიფიქრებ ჩემს გაგიზიარებ. ანუ ამას მივხვდი მაშინ, როცა Emily in Paris გამოვიდა, იმიტომ რომ ყველაზე dumb სერიალი იყო საერთოდ. ანუ მართლა ვუყურებდი და არ მჭეროდა რომ ესეთი სისულელე ვინმე გადაიღო. მე ძალიან სტრესული პერიოდი მქონდა და იმ დროს თავიდან ჩავრთე და ისე კარგად წაიღო ეს დებილობა სერიალი, რომ მივხვდი რისთვის არის რეალურად გაკეთებული, მაგრამ ფაქტი არ იცვლება, რომ სერიალებიც და ფილმებიც აი ძალიან მარტივად ყურებადი გახდა რა. აი ფილმსაც რო ჩართავ მიდის, აი თითქოს იცი რაც უნდა მოხდეს, ძალიან ძირითად შემთხვევაში არის და ადრე რაღაც ფსიქოლოგიურ თრილერებს რო იღებდნენ ხოლმე და მთელი ამბები. სად არის? ანუ ეხლა ალბათ იღებენ და მე არ ვხედავ შეიძლება, მაგრამ მასა აღარ არის ეგეთი. მე უბრალოდ მგონია რომ attention span stress-ს ეძახიან, ანუ ჩვენი attention span ისეთი შემცირებული არის განსაკუთრებით TikTok-ის გამო და ინფორმაციის მიღება გსურს ისე სწრაფად, რომ აი უკვე დაგუგლვა ტერმინიც ცოტა ხანში ამბობენ, რომ ანუ დაიკარგება იმის გამო, რომ ChatGPT-ს ხმარობს უკვე ხალხი, რომ რაღაცა ინფორმაცია შეამოწმოს, როცა ვიცით, რომ ხანდახან არასწორი ინფორმაციას იძლევა. ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გონია რომ ფილმებიც ერთი არ დამოკლა ანაი თუნდაც რასაც ვამბობდი weapons-ზე რა რომ ანუ ისეთი დაჩქარებული იყო და იმდენი რამე იყო ჩატენილი რომ სერიალი რა ყოფილიყო ალბათ საინტერესო იქნება თქო მაგრამ დაჟე 2 საათიან ფილმში it was a bit too much და other აი ფილმებს რა უყურებ ძველ ფილმს რა უყურებ ძალიან ბევრი სცენარი სადაც უბრალოდ სიჩუმეა ძალიან ბევრი სცენარი სადაც უბრალოდ აი რაღაც პეიზაჟის კადრი არის დიდხანს და ყოველთვის მაგ რეჟისორებმა ამბობდნენ რომ მაგ გაწელვას დროის ქონდა თავის დატვირთვა მეც მიჭირდა მაგალითად ანიმეზე რა გავაკეთე ახლა რეფერენსი მაგრამ ანუ ევანგელიონი არის ეგეთი ძველი ანიმე 90-იანების თუ არ ვცდები საკმაოდ საინტერესო ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ მგონი ეგრე აღიარებენ ძალიან ნელი იყო იმასთან შედარებით რასაც ახლა უშვებენ და მე მგონია რომ ეს არის
ჩვენი დოპამინზე დამოკიდებულება. We're addicted to dopamine. I second screen თემა რო არის რა ყოველთვის რაღაცას რო ვუყურებთ. Რაღაცას რო ვუყურებთ, პარალელურად ტელეფონი მაქვს გახსნილი და თან სკროლავ რამეს. არა, მე არ სკროლობ თამაშობს სულ. ეგონი ოდნავ უკეთესია რა. არა, ანუ ჯერ სკროლავ, ანუ ინფორმაციას იღებ და ცალკე რაღაც ინვესტირება იმ ტელეფონზე მე ვაღერ სკროლ ვარ მე ვასება ეგრე ძალიან. მე კი, guilty. მაგრამ რა მშობა ერთი და იგივე პრობლემა არის და ორივე ADHD. კი. შეძენილი. ჩემი აზრით ის რომ ეს filmmakers ამას აკეთებენ, განპირობებული არა იმით, რომ ისინი დადებულდნენ. უბრალოდ აი აუდიტორიაში აღარ აქვთ ნდობა, რომ ჩვენ გავყვებით იმას, რასაც შემოგთავაზებენ, ხვდები? ანუ მე მახსოვს რომ ძალიან ცუდი გამოხმაურება ქონდა ფილმ Babylons, რომელიც მგონი საკმაოდ დიდი ხანი მიდის. ეს ჰოლივუდის ინდუსტრიაზე რო არის რა და ბევრი ამბობდა რომ ცოტა weird არის და რა. აი მანდაც უკვე ჩანს რა ყველა. რატო ხდება რომ დებილობა პოდკასტ შემილია 1 საათი უსმინო და 1 საათი ფილმს ვერა? მე მგონია რომ პოდკასტს აი რა ვიცი მე მაგალითად აქტიურად არ უსმენ პოდკასტს. მე კი. არც ჩემ პოდკასტს არ უსმენ, მithumetes, მაგრამ აი რაც არ უნდა საინტერესო პოდკასტი იყოს, აქტიური მსმენელი არ ვარ ზოგადად. მე კი. ყველაზე მეტად მიყვარს. ხო? და ანუ აქტიურად ისმენ ყველა წინადადებას და არაფერს არ აკეთებ. მართლა ყველაფერს ვისმენ ხოლმე. არა, გასაგებია რომ ყველაფერს მან არაფერს არ აკეთებ. არა, აი პარალელურად სახლს რო ვალაგებ, მაგრამ ეს ხდება სამთვეში ერთხელ ჩემი მხრიდან. კარგად მიაქრა, მაგრამ აი გზაში ძირითადად გზაში როცა ვარ, მაშინ ვუსმენ ხოლმე, უბრალოდ მეტრო არის პრობლემა, მეტროში არ მესმის ლაპარაკი, ანუ მუსიკა ისმის, მაგრამ ლაპარაკი არის. Canceling რო იმას ქნა. ჩემ AirPods-ებს არ აქვს noise cancelling option, okay? Fuck off. იმიტომ რომ $100 წური ღირდა ეგეთი. I'm like, I'm going to pass. და I don't know, ძალიან მიყვარს და არასდროს არ მომბეზდება პოდკასტების ყურება და ფილმებს რაც შეეხება, აი ჩემთვის ძალიან დიდი commitment არის საჭირო, რომ ჩემგან რომ ფილმი ჩავრთო და ბოლომდე მივიყვანო. როცა ფილმი არის 2 საათიანი, მაგრამ სერიალი შემილია რომ 200 სერიანი რაღაც აი ჯამში. თუ გვიცით ხო? მაგაზე ხო და ვინმე დამისვით დიაგნოზი რა ხდება? ანუ რატო არის ჩემთვის უფრო დიდი commitment 2 საათიანი 1 საათი? იმიტომ რომ მე არ მიყვარს რაღაცები რომ თავდება. ხვდები? Damn. ამოხსენი, oh my god. Thank you guys. აი cliffhanger-ები არ გევასება მაგალითად ხო? რომ არიცი რატო დამთავრდა ეგრე და რაღაც. მე პირიქით გიჟდები. და აი მალე რომ თავდება ყველაფერი, აი ზოგადად ცვლილებები ხო არ მიყვარს. მიყვარს რომ აი ვიცი რომ რაღაც პერიოდი მეკნება. Attachment issue-ები გაქვს. Probably. My god. Yeah. Thank you. გუშინ ვუყურე ძალიან ძველ Batman-ს Tim Burton-ი რო იღებდა მეორე ნაწილს. საოცრება იყო ხო თავიდან ანუ ბავშვი ვიყავი. Batman-ი საიდან გაგვიწრა? ზოგადად Tim Burton მიყვარს და მისი ყველანაირი შემოქმედება. მიგეთ ყველა მის თავისებური ესთეტიკა. ჩემი პირველი ფილმი რომელიც სიგიჟემდე მომეწონა ალბათ იყო Charlie and the Chocolate Factory. ბაი მე ძალიან მიყვარს. Timothy Chalamet რო არის ხო? არა. Timothy Chalamet არის მაგ. ანუ ეგ არის ახალი და ეგ არის რაღაც საზიზღრობა. ძალიან კაია, ძალიან მიყვარდა. ამიტომ რომ ის არ გაქნანახი. რაღაც remake-ი იყო ძველი რაღაცი? ძველი არის 1000 რაღაც 1000 მოწელს არც ვახსოვს რა გადაგა. ეს არის ეგ. ეს Timothy Chalamet არის შენი აზრით? ეს არის Johnny Depp-ი, მაგრამ Timothy Chalamet ამ ფილმში. არ არის Timothy Chalamet ამ ფილმში. კიშტა. შეგეშალა? არა, შეგეშალა. როგორ შემეშალა მითხარება? ბებიასთან ერთად რო წავს ეგ Timothy Chalamet-ა. არა, baby, გარი Freddie Highmore. რატო როგორ გაუხარდა? არაფერს არ ამოჭრა ეს word-ი, რო ყველამ გაიგოს. არა წამსაც არ ამოჭრა. კბილი ჩამოვიგდა. აუ, იმენა მჯეროდა რომ Timothy Chalamet იყო. Timothy Chalamet არის ახალში. Really? და თამაშობს თვითონ Charles კი არა და Willy Wonka-ს. Okay, kill me, sue me. I don't care. ხო და დავუბრუნდეთ რასაც საუბრობდით, იმიტომ რომ I'm right. გავატრია. ხო გავსვაიბით ეს ბიჭი Timothy Chalamet-ს. ხო, არ ვიცი ალბათ. Yeah, thank you. That's all I did. და უბრალოდ რომ to get over this conversation. Batman-ი ხო არის action movie. საკმაოდ გაწერილი იყო, საკმაოდ საინტერესო. შე რო Batman-ი გევასება ძალიან weird არის. ანუ ხო, ჩემი ოცნება არის რომ Gotham City-ში ვიცხოვრო, რაც არის New York-ი იყო ცოტათი უფრო კრიმინალური, მაგრამ აი უფრო ისეთი რაღაცა იმენა romanticized. ეს დღეს ვერ გადარჩები მან და არა, აი ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი რომ როგორ მინდა Gotham-ში ვიცხოვრო, რომ ვარ rich, აღონდა აი extra, ანუ very very rich არ ვარ რა, ანუ რო ხალხმა იცის ჩემი სახელი და upper middle class. ხო, Max Penthouse-ი. No. Upper middle.
და ანუ აი ზემოთ ძალიან თესლი ხედი როგორ აი სიგარეტს ან სიგარას ვეწევ. ვეწევ. მდიდარი არ გინდა იმიტომ რომ არ მოგკლან ხო, ერთმანეთს. ან Gotham City-ში, მაგრამ აქ თუნდაც რა ვიცი, გინ თბილისში ხო გინ Gotham City-ში. ძალიან მიყვარს. Oh, Yes. a man can dream. A man really can dream Gotham City-ში და მინდა ექსკურსია. We can do that. დიდ ქალაქებზე მაქვს ობსესია მეგობრებო, აი მეტროპოლისიც მაგიდან მომწონს ზუსტად. თბილისი ხო არ ვიცი საერთოდ მეგაპოლისი. It is. გადავინაცვლეთ Hollywood-ში as we always do. Coachella, Hollywood-ში, ანუ კალიფორნიაში, bitches. Coachella-ზე მივდივართ მე და დავითი, yay. ხალხო როგორ რთული ყოფილეთ რა. Manifesting. ხალხო მიუხედავად იმისა, რომ Coachella არის აპრილში, ბილეთების გაყიდვა დაიწყო ახლა სექტემბერში. როგორც წესი, ხდება ხოლმე ბილეთების გაყიდვა 4 თვით ადრე. ანუ იანვარში, ხო? და 4 თვით კიდევ უფრო ადრე დაიწყო, რაც გამოაშტერა ჩაოლებრივად ხალხი, ჩვენ ფანები Coachella-ს. და ეს იყო მარკეტინგული ხრიკი. მე რა თეორიასაც მოусმინე და ძალიან make sense იმ ხრივ რომ თურმე 2025 წლის Coachella რაც იყო 14%-ით დავარდა გაყიდვები, რაც Coachella-ს ისტორიაში არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ ყოველთვის მზარდი არის. და ამან ალბათ შეაზანზარა ცოტა მაგათი marketing team და გადაწყვიტეს რომ რამე ქნან რა, იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან რთული არის line-up-ის წინასწარ შედგენა, იმიტომ რომ ამერიკაში იასნად ყველა ტურებზე არის და ეს არტისტები რომ უბრალოდ schedule-და ალაგ Coachella იმ destination არის რომ I feel like people can ხო იმაზე აწყობენ ტურებს, მაგრამ ხო ხდებით ანუ რთულია ხოლმე ამის ორგანიზება ამდენი ხნით ადრე, მაგრამ ახლა გააკეთეს. ამით რაღაცნაირად ხალხს მისცეს რომ სექტემბრიდან აპრილამდე ფულით მოაგროვონ, რაღაც დაგეგმონ შესაბამისად. ჩემი ძალიან სწორი იყო. ჯერ ის რომ ძალიან ბევრი ვიდეო მარტო იმაზე შემხვდა, რომ აი ესე მალე როგორ დაიდრობა Coachella-ს line-up-ი. ანუ ესეც მარკეტინგული სხლა არის, იმიტომ რომ ჩემამდე მარტო იმიტომ მოვიდა და ufot რომ ძალიან ადრე დაიდროფა და ხალხი გაოცებულია ამით რა. So, ძალიან მინდა რომ წავიდე, ვიღაცა მიყიდა ბილეთები და ერთი line-up-ს კითხულობ თავიდან ბოლომდე ხალხო ვერ წამით ერთი დღე სასტუმროიანად არის $300. It's not that expensive. ანუ ამერიკაში რო ცხოვრობდი არ არის ძალიან expensive. მაგრამ იქ ხონდა მიხვიდე. 3 ღამე მაინც უნდა დარჩა. ანუ $1,200 რჩება ერთი weekend-ი ჯდება რა. დაახლოებით. ბილეთის გარეშე. მე მგონი ბილეთიანად. არა. მე უეჭველი VIP-ს ავიღებდი. Of course you. იმიტომ რომ რიგებს მარტივად გადიხარ. მაგრამ მაგაზე წუწუნებდნენ რომ ყველას VIP ქონდაო რა, ამ YouTuber-ებს, TikToker-ებს და ჩაოლებრივი არა VIP ზონა იყო VIP ზონა. ხო. მაგრამ მე მგონი მანდ კიდე აქვს VIP plus-ი ან რაღაც ეგეთი. არა, მაგას ქვია artist pass. და ეგ ძალიან რთულია რომ იმიტომ რომ და იყო artist. და მე. შენ ხო გაქებდნენ soloist-ი ვიყავი და ამბები. შეგვიძლია რაღაც mini stage. Yes. Carol G-სთან ერთად. Baila. Carol G იქნება ყველაზე მეტად. Justin Bieber-ი, ანუ სამი არის headliner-ი, Sabrina Carpenter-ი, Justin Bieber და Carol G. საშინელება. ვიკბინე ლოყაზე. ხო, Carol G ვთქვი და თან ლოყაზე ვიკბინე. ნიშანი არის, ჩემს ნიშანი არის. ძალიან სექსი ქალი, აი, ცუდად ხვდები და მარტო მაგის გამო მინდა რომ იქ ვიყო. უცუდესი line-up-ი არის ხო? Addison Rae არის. ვიღაცამ დაგვიწერა Addison Rae-ზე ელაპარაკეთო, მაგრამ მგონი თქვენთვის ცოტა ნიში არის. What is there to say? ცოტა ნიში არის თქვენთვის. ახლა შეხო უპასუხე რა. არა, ჩვენ ხო ვილაპარაკეთ უკვე Addison Rae-ზე. მის გამოსვლა. ვიყვარს, ვიყარს მიში ნიშ ერას მოგწონს და ყველაფერი მოგწონს. There's nothing much more to say, Martla. ხა. ეს ამ line-ups რაც შეეხება საშინელება არის ჩემი აზრით და ის რაღაც cat site თუ ვიღაცაზე ჩაჭერილი. გასაგებია, ანუ არის რაღაცები, ვინც ანუ ვიღაცები Ethel Cain მომწონს. მაგრამ შარშანდელი უფრო თესლი იყო, ნახე. Lady Gaga იყო, Marina and the Diamonds, ანუ My Girl. კიდევ იყო შარშან, Charlie. Who else? Lady Gaga. ეგ თქვი პირო. ვი, Post Malone, ალბათ ეგ. Post Malone. მაგრამ თურმე შარშან უნდა ყოფილიყო Frank Ocean, headliner-ი იყო და ბოლოს დააკენსელა. და ხა შეიძლება Justin Bieber-მეც ეგრე ქნას, იმიტომ რომ არ არის სანდომიანი პიროვნება. Justin Bieber-ი ისეთი, ანუ we get რა, ანუ კულტურული იმპაქტი ქონდა, უდიდესი, ანუ ძალიან პოპულარული მომღერალი იყო რაღაც, მაგრამ ახლა ვინმე სადებს Justin Bieber-ი. People care. მე მგონი Hailey ტოვებს რელევანტურს. Hailey, ხო, მაგას ვამბობ, მაგის გარდა ანუ არის რამე. Switch-ი, არის და ნახე, ანუ მან ხო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელი წერი ხარ სიაში.
Coachella-ში ყველა მოწით ან Justin Bieber-ის. და მე მეჩვენება თუ ზედა ხაზები უფრო დიდი არის და ქვემოთ და მე პატარავდება. და ბოლოზე წარი ხარ ასანც. მაგას არ ვაკომენტარებ. Actually it's better than nothing. მაგრამ Justin Bieber-ის დღეს Addison Rae წერია მეოთხე Justin Bieber-ის ჩათვლით. მან უნდა მივხვდე ხა Addison Rae ძალიან მიყვარს, მაგრამ is she really that big? რომ მეოთხე იყოს სიაში? მე მინახავს ისეთი line-up-ები, ისეთი საინტერესო, იმიტომ რომ Coachella ყოველთვის უნდა იყოს mix-ი, story mix-ი, აი ცნობილი პირების და ასევე ძალიან niche მუსიკის. ხო რა. Primavera-ს line-ups დავალოდოთ, იმიტომ რომ ძალიან კაი line-up. Primavera-ზე სულ კარგი line-up-ებია ჩემი აზრით. ძალიან კარგი line-up-ებია ხოლმე და იქამ წავიდეთ. Primavera უფრო ახლოს არის ჩემთან. Primavera ვინც არიცით, არის ბარსელონაში ფესტივალი. ფასით ბევრად უფრო მისაღებია ხოლმე. შარშანწენ Lana Del Rey იყო, წელს Charlie, who else like popular people. ხო. ნინდა ძალიან. აუ, გთხოვ რა, თვალი I don't know. Okay? და თვალი არ გვეცეს. და თვალი არ გვეცეთ. ვინმეს კიდე. Oclo. მაგრამ იცი რა მინდა სანამ Coachella გაბანძდება იქამდე რომ წავიდე და იმ კარუსელზე ვიკა. Shut up. ყველა A-list celebrity დადის დღემდე და რატომ არის გაბანძებული? ახლა ვინ იძახებს ხალყავს მართლა მაინტერესებს? ყველა. არა ვინ, ცხელი რანაირად უნდა მოვიდეს. დღეს შევუკვეთე წიწილა და ზუსტად 1 საათი ველოდებოდი. საიდან სად? საბურთალოდან რუსთაველზე. ხო და ანუ რა გარანტია გაქვს რომ არ მოვა? რავი, აი იმენ არის რომ დამინახავს ცხელყავას უკვეთავდნენ. მეგე. Okay? მე უკვეთავ. თბილია? ძალიან კარგი არის. I don't want it. I'll pass. მოკლედ ესე რა. რას ვამბობდით? აღარ მახსოვს რას ვამბობდით, მაგრამ რას ვამბობდით? Კაი, whatever. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. რამაც შეძრა. Coachella-ზე ვლაპარაკობთ და Primavera-ზე რომ Okay. ხო, Primavera-ზე ყველა პონჩი, get your shit together. დავით გესმის? We should go there. ბარსელონაში ვინც არ ყოფილხართ კი არა და ვინც აპირებთ წასვლას, პორტავენტურა ატრაქციონების პარკში ყველა პონჩი წადით. ეს არის ჩემი უდიდესი რშავა. ესე მოგეწონა? ანუ ძალით ამიყვანეს, არ მაქვს თქვენ პოდკასტში. ანუ ჩემი ცხოვრების აი ყველაზე დიდი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო ეგ, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია სიჩქარის და სიმაღლის. მართლა გული მიჩერდება, ანუ არ ვაბუქებ ხალხო, აი რაღაც მე 9 სართულიდან რო ვიხედები, უკვე ცუდად ვარ, სუნთქვა მეკრის. არ ვიცოდი. კი, ოღონდ შენთან არ არის ეგ, რა არ ვიცი რატო. აი, ჩემი корпуსის მე-9 სართული არის და ისეთი. კარგი, ძალიან მეშინია ყველაფრის ესეთი ექსტრემალურის და ბარსელონაში რომ მივდიოდით, ამ ჩემ მეგობრებმა აიკვიეტეს, რომ პორტავენტურა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატრაქციონების პარკი რა და მან და ყველა პონჩი უნდა წავიდოთ. მეთქი ანუ არ მინდა, მაგრამ ყველამ ძალიან ჩააჭირა და მე ხო იცი chill ადამიანი ვარ და მეთქი whatever 50 евро ღირდა შესვლა, მეთქი fuck you bitches. მეთქი coin გამოგადავიხდი ამ პულს თორემ მე იქ არაფერი. მაგრამ იხდა მე შეგნით ყველაფერი. აი ეგ ძალიან კაია. ერთხელ რო იხდი და ყველაში აი you have to spend big bucks. შევედით და მეთქი ანუ სადაც ფული გადავიხადე და ქვემოთ დებილივით ხო არ ვიდგავი დაემოუკვდე, მაგრამ რიგები იყო. არა, Disneyland-ში რო არის. ვაფშე არ იყო რიგები, ცოტა ქარი იყო და რაღაც ატრაქციონები თავიდან იყო გაჩერებული, აი ეს ამერიკული მთები რაც არის. თან იქ არის რაღაც Ferraris ამერიკული მთა ერთი ძალიან ისეთ ცნობილი და თავიდან გათიშული იყო და სხვაებიც არის ცოტა chill საშიში, მაგრამ თქოთ ისეთი არა რა. აი ასეთები იყო რომელიც აი ხო, ეგეთი ყველაზე მაღალი roller coaster არის მთელ ევროპაში მანდ. ხო. და ანუ კაროჩე სხვებიდან ხო დავიწყე, ეგ იყო გამართული და მეთქი მადლობა ღმერთო რომ არ გამწირა და გამართულია და მე ჩართეს რაღაც მომენტში ცოტა ხარი ჩა. ყველა მირბოდა რა, მთელი პარკი მირბოდა იქით. 3 ცალი არის ეგეთ, 3 სხვადასხვანაირი roller coaster და დაჯდნენ ესენი მეთქი. მარტო 3 არის? თუ აიგეთი ხალხი. აიგეთი დიდი არის 3 ეს roller coaster თვითონ და ყველა ხო იზაბა და მეთქი fuck me I'm doing that. დავჯექი პირველზე ხო აი ძალიან მეშინა და მაგრამ მე ისეთი შამერთო ადრენალინი. რო ანუ ეს შემეგობარი ვინც ძალიან მოტივირებული იყო თავიდან მე ანუ კანკალებდა რომ აღარ მინდა ვარსა წამოსვლა და მე ვიყავი ესე რომ მეთქი ივანა სწრაფად ანუ მართლა ძალიან არ ვიცი აი იმენე გადატრიალება მოხდა ჩემში და კაი 2 წელი მაგის მერე რომ მეკითხებოდნენ რომ აი რა გაგიკეთებია ცხოვრებაში რაც შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან მეთქი ატრაქციონზე დავიჯექი მაგრამ თან როგორ ატრაქციონზე ძალიან კარგი იყო აი მართლა აი ეხაც რაღაც ხელებში სისხლი მაწვება ამას რომ აი ის ემოცია რომ ახლა ადრენალინი აჯანს აღებს ადამიანს Really? Uncle House.
მაგრამ თან ფიქრობდი რომ მეთქე არ გამიგია რომ ვინმე მომკვდარიყო რა roller coasters-ზე შიშისგან რო ჩამოვარდა შეიძლება მაგრამ მე იმისკენ მეშინია რომ ეს მოწყდება და ჩამოვარდა მე მართლა სიჩქარის მეშინია რა სიჩქარის არასდროს არ მეშინა და მე მეშინი ძალიან მეშინია აი ორივესი ძალიან მეშინია კარიჭა ყველას გირჩევთ და ჩვენს თუ წავედით ბარსელონაში გთხოვ კიდე წავიდეთ რა არ არის პრობლემა მაგრამ მე მშიშ არა ვარ ეგეთ საკითხებში to be honest აი ორივე მშიშ არა წინ წავალთ მე მოგონთ მაშინ ანუ პირველ რიგში და მე გიმგონია რომ იმენა მოკვდება მე კი არა მე გქონდა გველოდა but there is no way რომ I am going to arts რომ ამოვიდეს აი ცეცინა ცოტა ლოკალურად რომ დავვრუნდეთ ამ გასართო ლუნა პარკებს გჯერა ცეცინა თვალში არასდროს ყოფილა I know მე გადავები არა ყველაზე მეტად მიყვარდა ცეცინა თვალა მე აი ხო გეუბნები არ მიყვარს ატრაქციონები და არასდროს მომდომები არ წავსულიყა აი ის რა იყო რა ქვია სიცილის ოთახი რქო მოკლედ რა ერთი იყო და იწყებოდა ლაბირინთით სარკები რა ყველას მართლა ტრაუმირებული ვარ პატარაობიდან ისე მეშინა და ძალიან ბევრი ტრაუმები ამოყარა შენ სიგიჟემდე მეშინია ხალხო კლოუნების აი დავადების დღეებსაც როცა ვიხდი დავადების დღეს და ჩემს ვეუბნებოდი რომ არასდროს არ უნდა იყოს კლოუნი ჩემ დავადების დღეზე იმიტომ რომ ანუ პანიკურად მაშინ და სულ არაფერი არ შესაძლოა მაგ ყველაფერში რომ grown ass man მაცინებს მე make-up-ით ანუ არაფერი არ არის მაგაში სასაცილო მართლა ხომ რატო გეშინიათ ვერ ვიგებ არის ჩაულებრივად რაღაცნაირად გამოპრანჭული არა იმიტომ რომ მე ხვდები მე ილუზიის უკან ვიცი ვინ არის ეს ადამიანი მე ხვდები თან პატარობაში რაღაც წიგნი იყო აი ხო ის გამომცემლობები რო იყო რაღაც 50 წიგნი რომ უნდა წაიკითხო რომელიღაც ერთ-ერთი იყო ძალიან ასეთ sad clones არ მახსოვს მაგ ლიტერატურაში ძლიერი არ ვარ ამიტომ მაგრამ ეგ იყო მაგაზე ჩამჭა რაღაც ძალიან ცუდად და მოკლედ ანუ ამ ლაბირინთს რო გავიდი რომელიც საკმაოდ საშიში იყო იმიტომ რომ კლაუსტროფობია თუ ანუ ძალიან ვიწრო იყო მე გადიხარ და ანუ კლაუნი ხდება რომელიც ანუ უკრავს იმაზე რა ქვია როიალზე თუ რაღაცაზე აღარ არის ჩონჩხი what's funny about that ანუ მაინტერესებს სიცილის ოთახი რატო ქვია ატრაქციონს სადაც მეშინია იყო ასევე საშინელებათა ოთახი თუ ეგრე საშინელებათა სასახლეს თუ რა არის არ მახსოვს ყველაზე მეტად მეყვარდა საშინელებათა სასახლე აი ყველაზე მეტად მეყვარდა რაღაც ასაკამ იყო ისა ლიმიტი მე რომ მივახცე ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება საშიში იყო ანუ ხო მაგრამ in a cool way love that heart out კლოუნები ნაღდად არისო და ამიტომ არ მეშინა და მეგობრებო შენ მარტო კლოუნების და სიმაღლის როგორც გავიგეთ და კლასა კლაუსტროფობია მაგ ხო ხალხ სიკვდილისაც აშინია მაგალითად ჩარლი კირკს მომენტო მორი მეგობრებო როგორი თესლად გადავედე მაგალითად ვის ჩარლი კირკს არა მაგაზე ხადავ არ მინდა why არ გადავ I would never do that ჩარლი კირკი მოკლეს მეგობრებო ვინც არიცით ეს იყო ultra მემარჯვენე კონსერვატორი ტიპი yes რომელიც იყო ტრამპის საპორტერი ამერიკელი და ვიდეოები თუ გინახავთ მე ვუყურებდი ხოლმე სტუდენტებთან დებატებში რო იყო was fun ანუ ყველა აჭამდა მასობრივად მეც რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდი მაგის აზრებს მაგრამ კარგი არის რომ ვიღაცას აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია და მაგრამ ეგ უკვე ძალიან გავლენიანად განსხვავებული პოზიცია იყო ნიტოშტო რომ ანუ შენ ცოტა სხვანაირად ფიქრობ ანუ გავლენაც ქონდა და უკვე რაღაც მომენტში საშიში ხდება ხოლმე მაგ დროს საშიში განსხვავებული პოზიციები ჩარლი კირკის ალბათ ერთ აზრს არ ვეთანხმები მართლა ანუ აი მე მგონი ძალიან ბევრს არ ვეთანხმებით მაგრამ ერთი თქვი არა ანუ აი მე ძალიან არ ვიტყოდი რომ ძალიან far left ვარ შეიძლება პოლიტიკურ რუკაში ალბათ უფრო შუაში ვარ მაგრამ აი არ ვიცი როგორ თქვა მაგრამ მე მაგალითად არ ვაკამისწორდა ეს ჯოუკების რაოდენობა ხო ადამიანი რომ მოკვდა მაგაზე ხო არც მე მართლა ანუ გასაგებია რომ თვითონ ანუ ბევრის არგუმენტი იყო რომ თვითონ საუბრობდა gun violence-ზე თვითონ ამბობდა რომ უნდა იყოს და თვითონ როგორი ირონიულია რომ თვითონ ეს ეგრე მოკვდა იმიტომ რომ ამბობდა რომ ხალხს უნდა ქონდეს უფლება რომ ანუ ატარონ იარაღი და კი gun violence იქნება ამ ყველაფრის ნაწილი მაგრამ ეს უნდა მივიღოთ როგორც ნორმა და თუ გვინდაო რომ ანუ რაღაც რომელიღაც amendment დაცული იყოს ჩვენ ქვეყანაშიო რა და ნუ თვითონაც აგერ gun violence-ით გარდაიცვალა მიუხედავად ამ ყველაფრისა მე არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მისაც ანუ მე არ ვეთანხმები რომ ადამიანმა ანუ gun laws არ მომწონს ამერიკაში მაგალითად ასე რომ ვთქვა ანუ ის ფაქტი რომ ამ სნაიპერმა პირდაპირ არტერიაში დაასო მე მაგ ფაქტით ვიყავი გაოცებული სნაიპერი არ იყო ხალხო იყო ბავშვი ვიღაც არა იმენა სნაიპერი უნდა იყო რომ აი ეგრე მიზანში თან რაღაც სახურავიდან ისროლეს და ესე დამრეცად მოდის ტყვია და ეგრევე მოახვედრა ანუ გამოვსტარდი ეგრევე სისხლმა ესე გადმოიჩქება ეგეთ რამე არ მინახავს არასდროს უეჭველი ხო არის რაღაც კადრები რაც წაშალეს და რაღაც მაგრამ ვიღაცას მე ნახე შენ არ ნახე არა ანუ ტყვია რო ხდება და სისხლიო არა
არ ნახე? ყველგან იდო No, საერთოდ. thank you. ძალიან ცუდი სანახავი იყო, მაგრამ კაროჩე მაგის პრეფერენციებზე და პოლიტიკურ პოზიციონირებას რო არ გავყვეთ, ანუ ის იმაზე ატყდა აურსაური მერე რაღაც TikTok-ის იმ საზოგადოებაში რასაც ასევე ამბობდა რომ ემპათიაც არ უნდა გქონდეთ და ემპათია ძალიან მგონია ბერყლეობას ამბობდა, okay, we don't care about that, მაგრამ სიკვდილს მაინც არ იმსახურებდა ჩემი აზრით. არავინ არ იმსახურებს, ანუ არა აკადემიას უფლება, სხვას გადაუწყდა სიცოცხლის უფლება. ზუსტად. და თავის ცოლი კაროჩე რაღაც ძალიან აქტიური იყო ამბის მერე სოციალურ ქსელში რა Instagram-ზე რაღაც პრესკონფერენციაც გააკეთა დადეს ეგ ნაწილი მერე vice president ვინც არის მაგის ოჯახს შეხვდა და ფოტოები დაიდო და ხო ამან რო თვითონ ფოტოები და დოირიკა ქვია ამ გოგოს დათაგა რა ცოლი ესის და ხალხი ამბობდა რომ ანუ ქმარი რომ მოგიკვდება რა რას თაგავდა რაღაცა ჩემი აზრით ახლა მაგაც სოციალურ ქსელს ალბათ ვინმე მართავდა ხო არა მგონია თვითონ დამდგარი იყო და VP დაეთაგა და რაღაც და მერე ყველაზე ბოლო ძალიან creepy ფოტო რო დადო რომ ანუ ყუბოში რო წავს ეს თავის ქმარი ხელები და რო ელაპარაკება და ვითომ ხალხი ამბობს რომ აი ქმარი რომ მოგიკვდა რატო უნდა დადო ეგ ვიდეო რო ელაპარაკება და მანიკურზე მიაზუმეს და იმენ გუშინდელი გაკეთებული მანიკური არისო მართლა ძალიან ახალი გაკეთებული იყო I'm not gonna lie ხალხო stop I know ძალიან ანუ მე მართლა არ ვეთანხმები JD Vance მგონია ძალიან ცუდი ადამიანი იყო ვაღიარებ რომ მგონია რომ ძალიან ცუდი ადამიანი იყო ანუ JD Vance რა გინდა რა Wait, but sorry, Kirk. ანუ არავინ არ გასწავლის როგორ უნდა იგლოვო და ანუ მგონია რომ ეგეთი ჯაჯმენტები არ უნდა გავაკეთოს ადამიანებზე. და მაგას აკეთებს ყოველთვის და მე მგონი ჩვენშიც არის რომ აი სამძიმარზე რომ მიტიან და აი მტირიან რა შვებოდა იტირა ანუ ხო მოგისმენია ეგ დიალოგები ხო და კულტურა მგონია ნორმალური. რა აი ცოლი ტირის თუ რაღაცა ხშირად არის ხოლმე და რო ჯაჯავენ რომ როგორ გლოვობს ერთი მეორეს ანუ როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი ვისგანაც შვილები ყავს ვისთან ერთადაც ცხოვრობ თქო რომ მონსტრი იყოს რაღაცა ცრემლი იმაზეც ამოგიხვდები ცრემლზეც არ არის საუბარი ფსიქოლოგიურად ადამიანები ისე სხვადასხვანაირად განიცდიან ასეთი დონის ტრავმას რომ ზოგმა შეიძლება საერთოდ ანუ გაშტერდებული იყოს და ანუ პირიქით რაღაც დელუზიურად სიცილი დაიწყოს ზოგს პირიქით შეიძლება გამოეხატოს და ანუ ბევრს ტირის და რაღაც ანუ mind your own fucking business what the fuck ჯერსეთი მაქენა დავიწყე Wow. ანუ აი არა მართლა სამარცხინო არის რა და ეგ არ მომწონს ყველაზე მეტად ამ იმაში რა ქვია რა ანუ რაში გადარდებს სხვა როგორ გლოვობს ხო მე ყველა ეგრე იქცა აი მართლა ძალიან დიდი პრობლემაა მეც ხშირად ჩამიშნავია რა აი well ანუ მე კიდევ რატო არ მომეწონა ეს ფაქტი იცი რომ რაღაცა საბაბივით იყო რაღაცა ძალიან ანუ ძალიან იმაში გადავალ conspiracy theory-ში მაგრამ ძალიან დაგეგმილი ჩანდა მემარჯვენეებისგან რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო ისე რომ მე ეს ყველაფერი დაეხატათ რომ აი ხედავთ the left cannot take it the left doesn't want free speech ანუ შეგონია რომ მოკლეს არა ანუ დაგეგმილი იყო თუ არა ანუ მოკლეს მაგრამ ანუ მემარჯვენეებმა მოკლეს well if they did Oh my god პატარა Shane Dawson-ი ხარ არა მაგას არ ვამბობ მაგრამ ანუ ერთი არის ის რომ როგორც ვიცი თუ არ ვთქვი მე ოჯახი მემარჯვენეები იყვნენ Republicans იყვნენ ვინ ოჯახი ეს ოჯახი ვინც მოკლა ანუ ოჯახს არ მოკლოს მაგრამ ხო baby Utah-ში მოხდა ყველაფერი მოდი არ Utah-ში დემოკრატს ძალიან იშვიათად და თან იყო თეთრკანიანი იყო ხო რაღაც რესპუბლიკელის ვიწე იყო ხო ზოგადად და ანუ არ იყო ის მარგინალური ჯგუფის წარმომადგენელი არ იყო მოკლედ რა მართლა ის არ მჯერა რომ აი ჩოულებრივმა ბიჭმა აი ეგრეთ მიზანში როგორ გაარტყა ანუ ეგ არ არის ეგეთი რთული რანაირად არ არის არ არის ეგეთი სნაიპერი როგორი ან სნაიპერული rifle zoom-ით 1000 ჯერ უფრო დიდი აქვს არ არის ეგრე ნუ მე არ ვიცი მაგრამ I think it's not აუ თამაშებში გამომდიოდა I like snipers მე counter-ში მეც გამომდიოდა მაგრამ სულ თქონდა შეიკავა დაუმიზნო ცალი თვალი მოჭდა okay whatever მაგრამ ამბობენ რომ ტყვიაზე წერო hello რაღაცა ხო არ ვიცი ეგ აი ეგეთი რაღაცები მოკლედ ამ ბიჭის პოლიტიკური საწყალი არ ვიცი მაგრამ თან ანუ იცი რა მომენტში მოკლა კითხვას უსვამენ მაგ დროს ზუსტად gun violence ანუ ზუსტად მაგაზე რო პასუხობს მაგ მომენტში მოკლა უჭოე ძალიან დაგეგმილი იყო ზუსტად აი იმენა მაგ კითხვას ელოდებოდა და ეგრევე დაახალა ტყვია საშინელება იყო ვაფშე რატო უყურე მაგ ვიდეოს დავისტრესე ცოტა okay whatever ხო ვინერ დაისტრესებოდა მაგრამ ის ფაქტი რომ ჩვენ იმ დონემდე desensitized ვარ ტრაგედიების მიმართ რომ ანუ ძალიან ბევრი ჯოუკი და მიმები ხო შეგვხვდა კი და რამოდენიმეზე ვაღიარებ გამეცინა მაგრამ
არ ვამბობ რომ ნორმალური არის ადამიანის ასეთ შენი პრობლემაა ეგ ესე. ხარა ხო, მაგრამ ანუ არ მინდა რომ პროსტა ის ვიყო რაღაც ხო ხტები. რა. ლექციას რო ვუკითხავ სხვას, როცა მართლა მეც გამეცინე რაღაცაზე, მაგრამ ანუ შავი იმორზე ყოველს გვეცინება რაღაც მომენტში, მაგრამ აი მე ვერასდროს ვერ ჩავწერ მაგაზე ვიდეოს, რომ აი ვიღაცა რომ მოკვდეს და ვიღადა ხტები, შეიძლება გავიცინო, ეგ იქნება ჩემი contribution, მაგრამ that would be ხო და მაგას აზრთა სხვადასხვაობა და მეშინია, მე მგონია რომ ეგეთ რამე რო გააკეთო, იცოდათ მოგიბრუნდება. აუცილებლად მეც ეგ მგონია, კარმის მჯერა, არანაირად არ ვეთანხმებოდი მის აზრებს, მაგრამ მის ის მქონდა რა ქვია, მაქვს რა ქვია, პატივისცემა. შიში და პატივისცემა რომ ანუ ილაპარაკოს რაც უნდა მე ანუ ვინმე მაძალებს რომ რა ვიცი დავით ოდაკარა გიბრუნდება tech update-ებიდან tech სამყაროდან ეს როგორ არ უნდა ვილაპარაკოთ რომ Apple-ს ქონდა პრეზენტაცია ახალი gadget-ების მათ შორის ყველაზე ერთ-ერთი მთავარის iPhone-ის iPhone 17 Pro-ი 17-ის და iPhone Air რა საბჭოლებები გაქანა ბარაბარ Okay, sure. ჩემი აზრით აი ეს უკანა აი ეს რო გაერთიანდა, ხვდები რას ვამბობ? ხო, მე ხსნის. არ მომწონს. ესე უფრო შიქ იყო თითქოს. მეც გეთანხმება. ეს არის პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი ყველა გაიგებს, რომ ძველი ტელეფონი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცალსახად გამოჩნდება, okay? მესამე მიზეზი ეს მაიძულებს, რომ ვიყიდო ახალი ტელეფონი at some point და ჩემი 50 Wildflowers-ის кейსი გადასაგდები გახდება. ამიტომ ძალიან დიდი მატერიალური ზარალია ჩემთვის. ერთი წამი და ანუ შენ ემხრობი ანუ მე მყავს მეგობრები რომელსაც მაგალითად ყოველდღიურად ძლობს ახალ ტელეფონს არა ჩემი თეორია არის ყველაზე სწორი და გამომყევით მეგობრებო უნდა იყიდა ტელეფონი როგორც კი გამოვა ახალი iPhone სექტემბერში ხო გამოვა ოქტომბერში უნდა იყიდა ეს ოქენი ამაზე iPhone 15 Pro Max როგორც კი გამოვიდა პარიზში რო ვიყავი ხო ვიყიდა ის ერთი წელი ხარ ძალიან კაი პონჩი იმიტომ რომ ყველაზე ახალი ტელეფონი გაქვს და არანაირი ის არ გაქონკები მეორე წელი რომ მოდის ახალი კი გამოდის მაგრამ დიდი სხვაობა არ არის ხოლმე რა თუ და მესამე წელს მეორე წელიც ძალიან დასტოინად ხარ რომ აი ნორმალური ტელეფონი მაქვს ძალიან ახალი არ მაგრამ ძალიან კაი და მესამე წელი გაქვს გადასაგორებელი ოდნავ იმიტომ რომ ცოტა ძველდება მაგრამ თან ბანძი მაინც არ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბანძი არის ხვები მესამე წელს რო გადააგორებ ეგრევე ახალი უნდა იყიდა მერე ისევ იგივე კრუგსა უნდა წახვიდე ხვდები იმენ არ გეთანხმები რატო მე რო შემეძლოს არ ვიყიდე ახალ ტელეფონს უბრალოდ ხალხო ფიზიკურად ჩემი ტელეფონი უკვე არ ფუნქციონირებს წესიერად იმიტომ რომ 1 მეგაბაიტიც არ დამრჩა ტელეფონში ყველაზე მეტად მიყვარს იმიტომ რომ ძალიან მახსენებს iPhone 5s ჩემი ტელეფონი და არ მეყვარს შენი ტელეფონი პირველივე დღიდან მეძღება for some reason მე ძალიან მიყვარს მაქვს 14 Pro საუკეთესო ფერში რომელიც არის deep purple მგონი თუ არ მახსოვს რა ერქვა საოცრება ფერი არის და დავითი არის ტიპი, ვისაც ტელეფონი кейსის გარეშე დააქვს. ხო, არასდროს кейსი არ გვინდა. Love that for you. ანუ აი მე რო ტელეფონი кейსის გარეშე გავიმეტო, მგონია რომ ეგრევე გაფუჭდა. აი როგორც კი кейსი მოხსნი, მგონია რომ ფუჭდება. ხო, ჩემი protect your screen სამაგიერად მეგობრებო, არც თუ ისეთ კარგ არ მქონია ჩანს თუ არა. ახლოს არ მინდა. აი ჭუჭყები ჩანს რაც. You guys yeah ხოდა წელს მიწევს იყიდეს ყველა პანჩი ახალი ჩემი მეგობარი მიდის ამერიკაში და მოკლედ wish list-ში ვარ იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით მეყიდეს თუ არა და ძალიან კარგ ფასად უყიდე ახალ iPhone-ს ამერიკაში რატოა ესე იაფი მართლა სულ მეფიქრება ხოლმე მაგაზე რა $1200 ღირს iPhone 17 Pro Max ხო ამერიკელები საშუალო სტატისტიკური ამერიკელი $1200 აკეთებს 3 დღეში 3 დღეში ეს სტატისტიკა დარწმუნებული ვარ რომ სწორია. ძალიან დიდი ახსენებს. 3 დღეში $1200. 3 დღეში $1200, ანუ დღეში $400. დღეში $400, ანუ თვეში $12000, წელიწადში $136,000. 154. წელიწადში 154,000 საშუალო სტატისტიკური ვერ აკეთებს? 60,000 არის მგონი საშუალო. კარგი. 3 დღეში არა, 6 დღეში, okay? კმაყოფილი ხარ? Fuck off. 6 დღეში აკეთებს საშუალო სტატისტიკური ადამიანი. იცი როგორ წუწუნებენ iPhone-ის ფასადზე? ხო და what the fuck? იმიტომ რომ ჩვენ 4000 ლარი რო დაედება, ეხლა საუკეთესო შემთხვევაში. საუკეთესო შემთხვევაში. საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი აქვს მაგ ხალხალფასი? და ანუ რომელი იყო რომ აი რაღაც არა 20,000 ლარი რო გადაიხადეს, რომელი იყო? აი მე მაშინ ძალიან ჰაიპი რო იყო. 5S-ის ერა იყო. 6S-ი ნიტო 5S-ი რაღაც ეგ.
ხო და ამიტომ ამერიკელების წუწუნი არ გავიგო მე რომ ძვირი არისო რა მართლა არ მენანება აი ტელეფონში არ მენანება ფული იმიტომ რომ ტელეფონი არის რასაც ყველაზე მეტად ვიყენებ და ყველაფერს მიკეთებს ხვდები მე არა what ლეპტოპი და iPad-ი ყოველდღე ამას ვიყენებ ყველაფრისთვის საერთოდ სამსახურისთვის პირადი ცხოვრების ყველაფრისთვის ამიტომ არა ერთადერთი ის სამჭირდება ტელეფონი არის კარგი ლამაზე ფოტოები გადაიღოს და ჩემ iPhone-მა ცოტა გარეკა მაგმხრივ ხახო აი ანას ვუყვებოდი და ვინმე თუ იცით ამის ანუ თუ ხარ თუნ ინფლუენსერები და ვიცით რამდენიმე რა გვიყურებს I just want some professional advice იმიტომ რომ Instagram-ზე რო ვიღებ selfies რო ვაკვირდები ჩემ თავს ძალიან კარგი ფოტო გამოდის რა რო დაჭერ თუ არა relax ყველა აი ნაცრისფერი ხდება დეპრესიული ხდება ჩემი ფოტო ეგრევე და როგორ უნდა გამოვასწორო ყველაფერი არის ვიღაცა მეუბნებოდა რომ იმის გამო არის რომ iPhone-ს ძალიან მაგარი კამერა აქვს და Instagram-ი არ არის ადაპტირებული ასეთი bullshit ამიტომ არ ვიცი კარიჩ დავტესტავთ დავითის iPhone 17 Pro Max Pro თუ Pro Max-ი Pros უეჭველი Okay. ეს Pro Max-ი მე Pro Max-ის ხო ხოჩა ჩემთვის ძალიან მე ვასაბა დიდი ეკრანი რო არის that would be it I think right ხო რა იყო ფერები არ მომეწონა ვაღიარებ საკმაოდ ცუდი ფერები იყო მე ხო იცი რომ რო ვყიდულობ და Staples ფერს მაინც ვიყიდე ხო მე ვარ ის ტიპი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა წითელი აი წითელი იყო ჩემთვის აი iPhone X ერი ხო მადლობა მქონდა წითელი მე iPhone X-ი მქონდა Staples ფერი ამიტომ ეხლა damn Staples ფერს მქონი მან თქვენ მქონდეს რომ აი ბოლო ტელეფონი იყოს მე თქო მაინც არ ავიღებდი ხო ლურჯი უფრო მახინჯი იყო დეგენერატორი არ მახსოვს ერთადერთი რომელიც მინდა იყო წითელი და ეგ წითელი არ გავუკეთებიათ მე არ არის დროს ისეთი აი რაღაცა სისხლის ფერი iPhone X-ის ნაირი ფერები არის დროს არ გავუძან და მიყვარდა რომ შუშის მაგვარი იყო უკან ხო ეგრე იყო კი oh what a time სიდოა ჩემი თავი დავვლიპე რომ მე მეზარებ ძალიან მიყვარ ხო თუ აკორდებით ცუდ სიტყვას რო ამბობთ დავითი როცა ამბობს იმას ტუსადებს და მე როცა ვაებდე მამო პროსტა მიუთავს ხვდები ანუ იმენა it doesn't even bother როგორ არ შევნის მიხდე ანუ მე ტუც არ მაქვს პროსტა მადუმე ეგ უკეთესი არის შენი ბრენდისთვის thank you okay არა მაშინ როცა დავდე ძალიან უხდებოდა მომენტს მიხდე თქენი არა შენზე იმენა ვიყურებ ვიდეოს და ამას ეს ტუადებს და მე ერთხელ მახსენე shut up დღეისათვის სულეს იყო მეგობრებო გიყარე ხართ ძალიან მადლობა რომ გიყურებთ როგორც ყოველთვის გვაგვიწყდება რომ უნდა დაალაიქოთ გთხოვთ დაალაიქეთ ვინც აქამდე მოხვედით გაზიარეთ მეგობრებს ჩვენ გვინდა რომ ორგანული ზრდა გქონდეს რა ამიტომ თქვენ მეგობრებს გაუზიარეთ აუ ბაზარი არ არის ანუ მეგობრებს გაუზიარეთ ჩვენ გვინდა რომ გვიყუროს ადამიანებმა ვისაც მართლა ინტერესებს ჩვენი კონტენტი და არა უბრალოდ ჰაიპი thank you and bye გვიყარ ხართ მადლობა